მადია, კარგად ხართ. ეხლა ვმუშაობდი. მინდა რომ გაგიზიაროთ სამუშაო პროცესიდან რაღაც კადრები, იმიტომ რომ რამდენიმე კომენტარი ვნახე, რომ გაინტერესებდათ. როგორც იცით, გრაფიკული დიზაინის კურსს გავდივარ და უკვე დასასრულს უახლოვდება ეს კურსი, რაც იმას ნიშნავს, ფინალურ პროექტს ვაკეთებ უკვე და ერთ კვირაში უნდა დავასრულო და გაჩვენებთ როგორია ჩემი პროცესი. სამი ვარიანტი გქონდა ამ ფინალური პროექტისთვის. ერთი იყო უბრალოდ პოსტერების გაკეთება, 5 პოსტერი უნდა შეგვექმნა, ერთი იყო ილუსტრაციებზე მუშაობა, ასევე რაღაც რაოდენობის ილუსტრაციები, ანუ მხოლოდ ერთი არ არის საკმარისი, რასაკვირველია და ასევე ბოლო ვარიანტი იყო რაიმე პროდუქტისთვის ბრენდინგი, უნდა გავაკეთოთ ეტიკეტი, მე პირადად ავირჩიე ყავის ეტიკეტზე და ბრენდინგზე მუშაობა, რადგანაც მგონია რომ ძალიან საინტერესო იქნება მის შეფუთვაზე, მის რაღაც კონცეფციაზე ფიქრი და ზოგადად მუშაობა. ამიტომაც ეხლა გადავხედე რეფერენსებს, moodboard-იც გავაკეთე, ანუ დაახლოებით როგორი წარმომიდგენია რა სტილში მინდა რომ შევქმნა, უნდა დავხატო ეს პატარ-პატარა ილუსტრაციებიც და შეიძლება ლოგოც, შეიძლება არა ლოგო აუცილებლად დამჭირდება და ამ ყველაფრის მერე უკვე უნდა მოვიძიო მოკაფები, ანუ რაზეც დავიტან, გაჩვენებთ მაგ მაგალითებსაც. და ეგა, ანუ რაღაც რამდენიმე ეტაპი არის გასავლელი, რომ შესრულდეს წარმატებულად. ეხლა გაჩვენებთ ერთ მაგალითს, რომელიც ძალიან მომწონს და მიხვდებით რაზე არის საუბარი. ინსპირაცია როდესაც ჭირდება რეფერენსები, Behance-ზე ყველაზე უფრო ისეთ მსუყა პორტფოლიოები არის ხოლმე. ეს მაგალითად ერთ-ერთი ყავის კომპანია არის, რომელსაც ესეთი გიფი აქვს თავიდან და ამ გიფის გაკეთებას მეც ვფიქრობ. სტიკერებად აქვს გამოტანილი ეს. ვინ არის რას წარმოადგენს, რას ეხება პროექტი, ამაზე არის საუბარი. 3 პოსტერით შექმნა ამ ადამიანმა და ეს სავიზიტო ბარათები. ეს არის მოკაფი, რასაც ეს დაიტანა თავისი გაკეთებული დიზაინი. აქ ვიდეოც არის და რაღაცები შეგვიძლია რომ გავახალისოთ და გავაფორმოთ. მენიუც აქვს ამას, მე ესენი არ დამჭირდება და აი ეს არის მთავარი რამ, რაზეც უნდა ვიმუშაო. ესეთი ყავის ეტიკეტი, მე ვიპოვი მოკაფსაც და ჭიქებსაც დავიტან სავარაუდოდ. პრობლემა იმაშია, რომ ყველაფერი უნდა შევქმნა თავიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელიც უნდა მოვიფიქრო, კონცეფცია ზოგადად. სხვათა შორის შეგიძლიათ, რომ ეგეთ დროს რაიმე არსებული კომპანიის რებრენდინგი გააკეთოთ, მაგალითად Starbucks-ის ან რაიმე სხვა ცნობილი ბრენდის, მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ ყველაფერი თავიდან ავაწყო, ჩემი შექმნა from scratch, თავიდან ბოლომდე. ესევე ძალიან მომწონს ესეთი სტილით, ძალიან სადა არის და უხდება ყავის შეფუთვას ჩემი აზრით. მინდა რომ დავხატო რა. მე ამას უკვე გადავიტან კომპიუტერში, ილუსტრატორში, გადავაქცევ ამ ყველაფერს ვექტორის ფორმატად და მე უკვე მარტივად ვმუშაობ. ეხლა რაშია საქმე? iPad-შიც დავხატე, რა თქმა უნდა, მაგრამ sketch-ისთვის მაინც მირჩევნია ფურცელზე მოვსკეჩო, მონახაზი გავაკეთო და მე უკვე შევიტანო კომპიუტერში, ილუსტრატორში, რათა იქ უკვე ვმუშაო ამ ლოგოზე. თუმცა iPad-ში დავხატე რაღაც იდეები და ეხლა გადმომაქვს ფურცელზე. ან შეიძლება მე ზედმეტ ნაბიჯს ვაკეთებ და პირდაპირ iPad-ში საკმარისი იყოს ან მხოლოდ ფურცელზე, მაგრამ არ ვიცი, რაღაც ესე მე კომფორტულობა და ესე გადავწყვეტე მე პირადად და ზოგადად დიზაინის პროცესი ძალიან ინდივიდუალურია. ვერავის ვერ გავაკრიტიკებთ, ვერავის ვერ გამსჯით. ყველა ინდივიდუალურად მუშაობს. ეხლა პრობლემა კიდევ იმაში არის, რომ მე შემდეგ შაბათს მივფრინავ გერმანიაში. ამიტომ ფინალური პროექტი უწევს დაახლოებით მაგ პერიოდში და მინდა რომ სწრაფად მოვიშორო და მოვითაო ეს საქმე, რომ იქ მე არ წავიღო ლეპტოპი და მაგაზე მუშაობა არ მომიწიოს. ეს არის ეხლა რასაც ვაკეთებ, გაჩვენებთ, რომ დავასრულებ ჩემს მონახას და ხო.
დროს არ შემოვიფარგლოთ 1 და 2 ჩანახატით, რამოდენიმე გავაკეთოთ და რაღაც კარგი გამოვა მე მაქედან. ეს ახლა მე მაგალითად დავხატე ქუდიანი, ქუდით რო იყოს. ეს ილუსტრაცია და ჩახუტებული არის ყავს და რატო ვაკეთებ ახლა ჩახუტებას ჭიქაზე? იმიტომ რომ მინდა რომ დავარქვა დაახლოებით რაღაც hug-mag coffee-ან რაღაც ჩახუტებასთან კავშირში, იმიტომ რომ მგონია რომ კარგად გამოვაჩენ და ახას გავუსმევ კონცეფციას და არს ის რომ აი დილით რო იღვიძებ და ერთ სული გაქროდის ჩაიხუტები შენ ჭიქას და დალევ ყავას, პირველ ჭიქა ყავას, რაღაცნაირად ეგრე აი რო გინდა რომ ჩაიძირე ყავაში მაგ კონცეფციით ისე ძალიან საცილო ყავა რა ვარჯერ, როდესაც დიდად არ გვიშტები ყავაზე, მაგრამ არ ვიცი, მოწეს ხოლმე ეტიკეტებს რო ვუყურებ და საინტერესოა დასაბრენდი არის ჩემი აზრით. კიდევ ერთი ასევე აქ მაქვს რამოდენიმე ფონტი და ძალიან მომწონს ეს პირველი. ძალიან მოხდება ჩემს ყავის იდეას, რაც მაქვს ჩანაფიქრში. ესეც კაია. დღეისთვის სულ ეს არის, ახლა ამას დავასრულებ. როგორც უკვე ხედავთ, 2 ცალი ესეთი მონახაზი მაქვს და მე ისევ გაჩვენებთ რა პროგრესი მექნება და გამიზიარეთ თქვენი აზრით. მე მგონია რომ ძალიან საინტერესოა ეს პროცესი. მე პირადად მესიამოვნებოდა სხვა ადამიანებმაც რომ ჩაწერონ დიზაინერებმა მსგავსი ვიდეოები დიდი სიამოვნებით ვუყურებდი. დროებით. ახლა გამოვედი გარეთ ჩემი iPad-ით და მივირთმევ აი ეს მარწყვის მაჩას, რომელიც ძალიან კარგად გამოიყურება. გეტყვით როგორ მომეწონება და რაღაც სკეჩებს გავაკეთებ კიდევ. დღეს უკვე უნდა მქონდეს პირველი ვარიანტი ჩემი ნამუშევრის, რომ ხოლმე ფიდბექი მივიღო ჩვენი ლექტორისგან. ეხლა მომიტანეს M Studios ამანათი, ჩემი საყვარელი ბრენდის. უკვე გავხსენი და მე გამახსენდა, რომ ვიდეოც უნდა გადამეღო და მეჩვენებინა თქვენთვის, იმიტომ რომ როგორც იცით, ესპანურ ბრენდებზე მჭირს არ ვიცი ობსესია და M Studios ერთ-ერთი მათგანია, ძალიან მიყვარს. გამოვიწერე ესეთი მაისური. სიმართლე რომ გითხრათ, დიდად მაისური არ მინდოდა, უბრალოდ 8 წლის გახდა ეს ბრენდი და ამასთან დაკავშირებით ჰქონდათ საკმაოდ კარგი ფასდაკლებები, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ესეთი PlayStation-ის ლოგოთი მაისური გამეწერა. მე ზოგადად ძალიან მიყვარს თამაშები, როგორც კომპიუტერულ, ასევე PlayStation-ზე და კარგად გამოხატავს და გამოსახავს ჩემს hopes და ინტერესებს ეს მაისური. უკანაც გვაქვს ესეთი ლოგო, ხარისხი არის არაჩვეულებრივი 10-დან 10, აი გიჟდები მათ ხარისხზე და მსგავსი მაისური მაქვს ექსტრა სმოლი, შესაბამისად ისევ ექსტრა სმოლი გამოვიწერე. მგონია რომ კარგად მექნება, მაგრამ მოვირგოთ ახლა ერთად. ასევე მოაყოლეს ესეთი tote bag-ი და არ აქვს მნიშვნელობა რას გამოვიწერთ, იქნება ეს რაღაც მინიმალური თუ ბევრი რამ, ესეთ ჩანთას აყოლებენ ხოლმე და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ იდეალურად ვიყენებ ამ ჩანთას, ძალიან კარგი არის და სტიკერებიც რა თქმა უნდა. ეხლა ჩავიცმევ და გაჩვენებთ. როგორც ხედავთ, ზომა მაქვს კარგად, ამაზე პატარა ზომა ფიზიკურად არ არსებობს, ამიტომ ვერ გამოვიწერდი oversize-ად სისტანზე, მაგრამ მე პირადად ძალიან მომწონს. ეს ლოგო ცოტა სადავოა, ბევრ შეიძლება არ მოგეწონოთ, იმიტომ რომ ძალიან დიდია და ვინც ესე რომ ვთქვათ, ამ სფეროსთან და ამ საქმესთან არ ხართ გადაკვეთაში და თამაშები არ გიყვართ. მგონია რომ შეიძლება არ მოგეწონოთ, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ჩემთვის ძალიან ძვირფასია და საყვარელია და რაღაცნაირად ჩემი ბავშვობა გამახსენდა. ბოლო პერიოდში საერთოდ ვეღარ თამაშობ ვერაფერს, იმიტომ რომ გადატვირთული გრაფიკი მაქვს, მაგრამ ისე ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე რაღაც დროს გამოვნახავდი ხოლმე და იმედი მაქვს, რომ გამოვნახავ მომავალშიც რომ ვითამაშო.
გაკვეთილზე ვარ ახლა და ვამოწმებთ დავალებებს ფინალურ პროექტისთვის. რაღაცები უნდა მოგვეტანა და ფიდბექს მივიღებთ. ბევრია სამუშაო კიდევ, გასაკეთებელი კიდევ ბევრია. და ნახოთ აბა რა გამოვა. ეხლა მოვედი სამუშაოდ კოსტა კოფეში და რეალურად ეს დღე მაქვს მხოლოდ იმისთვის, რომ დავამთავრო პროექტი, იმიტომ რომ გუშინ დავიწყე და ნახევრამდეც ვერ მივედი და დღევანდელი დღე უნდა გამოვიყენო, იმიტომ რომ მე სამუშაო დღეებია, ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს დედლაინია, ასე რომ ძალიან ცუდ დღეში ვარ მაგ მხრივ. მოკლედ ყველაფერი დავამთავრე და ახლა უკვე ვიწყებ ატვირთვას და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ პრობლემა არ შეიქმნება გზაში. ვარ ბოლო ლექციაზე. სწრაფით კი მოვასწარე ყველაფერი, უბრალოდ რამდენად კმაყოფილი ვარ, აი მაგაში არის საქმე, იმიტომ რომ მე როგორც მინდოდა გემრიალად ისე რაღაც დეტალებში ჩასვლა, სამწუხაროდ ამის რო არ მქონდა, იმიტომ რომ სამსახურში ძალიან ბევრი საქმე იყო, მაგრამ მაინც არ ვარ ძალიან უკმაყოფილოც. ამიტომ ახლა ვნახოთ, შევდივარ უკვე 1 წუთი გვია 6 და გაგიზიარებთ როგორ ჩაივლის. შეიძლება ითქვას, რომ მთელი პროექტის მანძილზე ჩემთან ერთად იყავით. თუ გაინტერესებს გავსი კონტენტი, აუცილებლად დამწერეთ და კიდევ რაღაცებს გაჩვენებთ ხოლმე. უფრო და უფრო დეტალურად თუ ამას ისურვებთ. წავედი ახლა და დროებით. რაღაცა იმედი რომ გაგატანეთ, კარგი ცოდნა ჩემი კურსიდან. წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს. ნებისმიერ დროს თუ დაგჭირდით რაღაცაში, კურსის მერე შეგიძლიათ ხოლმე რომ შემაწუხოთ, არ იქნება პრობლემა, ეს იქნება თვითონ, თუ ნამუშევრის ჩვენება მოგინდებათ და უბრალოდ აზრის გაგება ან რჩევა, ან უბრალოდ რაღაცის კითხვა, ანუ ყოველთვის ღია ვარ მაგისთვის და შეგიძლიათ რომ დამეკონტაქტოთ ხოლმე. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო. მადლობა. დავამთავრე. ეხლა თქვენც გაჩვენებთ ჩემს პროექტს. რაღაც პატარა პრობლემა წავეწყდი ჩემი პროექტის ატვირთვის დროს Behance-ზე ვტვირთავთ ხოლმე და არაფრით არ ამატვირთინა, ამიტომ მომიწია რომ ესე ნახევრად ატვირთული მეჩვენებინა. თქვენც ახლა ეგრე გაჩვენებთ. ეს არის ჩემი ფინალური პროექტი. შეფუთვის დიზაინი, კერძოდ ყავის შეფუთვის დიზაინზე ვიმუშავე. აქ მაქვს 2D სიტყვით ნახსენები თუ საიდან წარმოიშვა სახელის იდეა და რას მოიცავს პრეზენტაცია. მაქვს 3 ფერი გამოყენებული, შავი, ნარინჯისფერი და ყავისფერი, აგრეთვე 2 typeface-ი და ვსაუბრებ იმაზე თუ რამდენი ტიპის ყავა გვაქვს 2 რეალურად არაბიკა და რობუსტა, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფერებით და პატერნებით, თუმცა ხელები მაინც ნახეთ აქტიური და ესეთი მნიშვნელოვანი ელემენტი არის ამ დიზაინში, იმიტომ რომ მინდოდა რომ აი დაუშვეთ ლოგოს წაკითხვის გარეშეც ამ ხელებით ასოციაცია გამოეწვია ადამიანში იმის რომ აი ეს არის ეს კონკრეტული ბრენდი. შემდეგ კაფსულებით, რადგანაც უკვე ყველა ყავის კომპანია აწარმოებს კაფსულებს და მეც არ ჩამორჩი, ასევე ეს ერთჯერადი პაკეტები და ჭიქები და ყავის დასადები, კოსტერები ეგრეთ წოდებული. აქ მაქვს გიფი, ვიდეოს გადავადა ეს ლოგო და ძალიან კარგი გამოვიდა და საბოლოო ჯამში გაახალისა პრეზენტაცია. ასევე სოციალური მედიის აი სტორის სახით მინდოდა გამომეტანა ერთი ესეთი პოსტერი, როგორ გამოიყურება. და აქ გვაქვს კიდევ ერთი გიფი. ესეთი merchandise საქონელი ქუდი, მაისური, ჩანთა, ესეთი ვარგი, წინ საფარი, პოსტერი და ასე შემდეგ და ერთ-ერთი მოკაფე კრუასანთან ერთად. მადლობა. მადლობა რომ მიყურეთ. გამიზიარეთ როგორ მოგეწონათ, თუ მოგეწონათ. საბოლოო ჯამში როგორც უკვე თქვი, არ ვარ ძალიან უკმაყოფილო, მაგრამ მე როგორც მინდოდა და როგორც წარმოვედგინე, ეგეთი ვერ მოვახერხე რომ გამეკეთებინა დროის უქონლობის გამო და ბევრად კარგი შეიძლება ყოფილიყო, იმიტომ რომ გემრიელი თემა სამუშაოდ და 1000-ნაირი იდეა მომივიდა, მაგრამ აი 2 დღეში გაკეთებული რაც არის, ეს არის თან მაინც გრაფიკული დიზაინის მხრივ არ მქონია არასდროს დიდი გამოცდილება. და ცუდი არ არის, მაინც ძალიან კრიტიკული არ ვიყოთ ახლა. ჩემი თავის მიმართ არ ვქნები ეგეთი კრიტიკული. წავალ დაგემშვიდობებით და არ დავიწყდეთ გამიზიარეთ როგორ მოგწონთ. დროებით. დამსახურებული პიცა.